Majorbat მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება, კარგი განწყობა და ყველაფერი კარგი. დავიწყოთ ჩვენი ამბები. ეს ხუთშაბათი დღეა და ტრადიციულად ყველა ლიტერატურას უნდა შევეხოთ. მეკითხები რა გინდა ეს ლიტერატურა აგერ ჩვენი ამერიკა, მაგრამ ჩვენ ლიტერატურა იმიტომ გვინდა რომ ფიქში გვეხმარება, აზროვნებაში გვეხმარება, ფიქრების დაალაგებაში გვეხმარება, ანალიზში გვეხმარება და გვეხმარება რომ ვიყოთ ყოველთვის ფორმაში. იყო ასეთი შენიშვნა რომ მაინდა-მაინც სურო რატო უცხოელ მწერლებს განვიხილავ. არა, რა თქმა უნდა, ქართველებსაც განვიხილავ, ჩვენ განხილულიც აქვთ პერიოდულად, მაგრამ ვიფიქრე რომ მართალია შენიშნა ხა ქართულიც უნდა განვიხილოთ, იმიტომ რომ ფორმაში გჭირდება. მით უმეტეს ქართული რეალობაში რო ტრიალებ და ქართულ ბუნებას რო გებულობთ, ეს უნდა ვიკითხოთ სულ ფორმაში ვიყოთ, იმიტომ რომ რასაც ახლა ამ მიმდინარე პროცესებში ფიქრობ და რაღაცას აღმოვაჩენთ, ძალიან ბევრ ადამიანს ეს ადრე აქვს დაფიქრი და მით უმეტეს ქართველებსაც და რატომაც გონია რომ სულ ახალი რაღაცები მოდის სამყაროში და პროცესებში. როგორ არის ნათქვამი, ყველაფერი ძველი, ყველაფერი ახალი დავიწყებული ძველიაო და აი ეს ლიტერატურაში კარგად ჩანს. ეხლა მინდოდა მელაპარაკა, ეხლა ხო ისეთი დრო არის და მეთქი რა აზე ვილაპარაკო, მეთქი ისე აზე რომელიც განვიხილო მეთქი და ეხლა ჩვენ ხო ესე ჩვენ პოლიტიკურ სიტუაცია ქვეყანაში აი გმირები, ის გმირია და რაღაც მომიდა ამ საკითხზე ვილაპარაკო, რა არის გმირი, როგორ არის გმირი და ლიტერატურული სახით გამოსახო ეს ყველაფერი და დღეს ფიქრობდი რა, ვინ არის გმირები, რომ აი საქართველოს ახლა რო გკითხო ხო, ახლა ჩვენ აკაცუკებს რო გკითხო, გრიგორიადისი რო არის იმ მოლოტოვის ის რა ის გმირია, იმ ქას რო ხელით წამოვარტყა ლოყაში თუ რა ვიცი რო აპერკოტი რო გაუკეთა გმირია და ეს ხო ძალიან ბევრი გმირები ყავს რა და მე წინა ვიდეოშიც გითხარით, ეთი მაჩვენე თქვენი რომელი გმირია რომ მე წამოყვე მეთქე, რა ვიცი ახლა ესენი თუ გმირები არიან გეცინებათ არა, იმიტომ რომ მაგრამ ეხლა რისკენ მიყავს საუბარი რომ მართლა პარადოქსული რაღაცაა, რა არის გმირი, ვინ არის გმირი და ესეც ფაქტია რომ რაღაც პერიოდში ადამიანი გმირია, მერე გავა დრო, ის გმირი არ არის. მეორე ისეთი ფილოსოფიური კითხვაა და ნუ საერთო ჯამში რა არის, რომ რაღაც პერიოდში ადამიანები რო ფიქრობენ ეს ადამიანი გმირია და ეს არის მაგალითი ერისთვის, გადის დრო და გმირი აღარ არის. აი თუნდაც აიღეთ აი სტალინი ხო ყველაზე ცნობილია ხო სტალინის გულისთვის ხალხი თავს იკლავდა ტანკის ქვეშ ვარდებოდნენ, მაგრამ გავიდა დრო და სალანძღავი ის გახდა. აი ახლა დრო მოვიდა და ისევ აქებენ. როგორ შეუდგები, როგორ მიუდგები თქვენ. ჰიტლერი აიღე 30-იან წლებში იყო გმირი, მაგრამ ახლა გერმანელებს ჰიტლერს რო ვილაპარაკო პირიქით სიცხვილია მაგაზე ლაპარაკი. მაგრამ ზოგადად მაინც გმირის როგორ შეაფასებ გმირის შეაფასე მისი შედეგებით და რა თქმა უნდა ბიდის სიყვარულით და აი სიყვარული რატო თქვი ეს სიტყვა ჩემი თქვენ მოგესალმებით მე ხშირად მიყვარს ხოლმე ჩემი მოგონებებიდან და ციხეში მქონდა ამაზე საუბარი, მაგრამ ერთი რაღაცა მინდა თქვა რომ აი წეღანას თქვი რომ ChatGPT-ში ხარ ეხლა მოდაში რო ეკითხებიან, просто დამაინტერესა ბა ChatGPT-ში რო ჩაძო კითხვა ვინ არის საქართველოს გმირები და ამოვიდა დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ძირითადად მეფეები და ათეულში ამოაგდო არსენა ოძილაშვილი ყაჩაღი ვა და აი ამ ყურადღება მიიპყრო და მეც აი ახლა დღევანდელი დღე მინდა არსენა ოძილაშვილის მიუძღვნა და ჩემებურად გავიხსენე ეს ყველაფერი, მაგრამ იცით რა არის, ეხლა ხო მე ვილაპარაკებ არსენა ოძილაშვილზე, ნუ ყაჩაღია თუ გმირია თუ ამას ჩვენ მერე განვიხილავთ და ეხლა მე ვიმყოფები დალაში და მივდივარ იმაში, რა ქვია, ლას-ვეგასში და ხვალ უკვე გზაზე უნდა გავიაროთ გმირად წოდებული მუზეუმია ასეთი, ეწოდება ბილი კიდი. ბილი კიდი არის 21 წლის
ამერიკელი ყაჩაღი, რომელზეც ლეგენდებია ძალიან ბევრი და გზაში შეგვხვდება ეს მუზეუმი. ჩათვალეთ, რომ აი ხა ყველა ქვეყანაში არის მირები, ხო, ყაჩაღები და აი ჯერ ჩვენ დღეს ვილაპარაკებთ ამ არსენ აუძელაშვილზე და ხვალ უკვე მინდა ყოველ შემთხვევაში გზაში არის თუ 5 საათამდე ეს მუზეუმი და თუ მოვასწარეთ წესით უნდა მოვაზროთ გზაზეა და ამერიკელი ყაჩაღი გმირის მუზეუმს დავესწროთ. ეს იქნება ხვალ და რაღაცნაირად დაემთხვა რა და ნახოთ. მოდი ახლა ჩვენ მაშინ ჩვენ ყაჩაღს და ეროვნულ გმირს და რა ვიცი ვინც არის არსენ აუძელაშვილზე ვილაპარაკოთ. რა თქმა უნდა განვიხილოთ როგორც გმირი, მაგრამ ძალიან ბევრი კითხვებია ამ გმირობის შესახებ. მოგეხსენებათ მე ტურისტული კომპანია მაქვს და ახალი დაწყებული მაქვს რა ეს გიდობა და ექსკურსიას ვატარებ და ორი ინგლისელი იყო და მივედი მცხეთაში და მოგეხსენებათ მცხეთაში რო შედიხარ არსენ აუძელაშვილის ძეგლია. ეს ინგლისელები მე მეკითხებიან ეს ვისი ძეგლიაო და მეთქე ეს ეროვნული გმირი არის მეთქი და მომიყევი ისტორიაო და მაშინ თქვი რაღაცა პატარა მოვყევი აუძელაშვილის შესახებ და ასეთი სიტყვა თქვი იყო ყაჩაღი მეთქი და ცოტა შემომხედეს ამ ინგლისელებმა რა ძალიან ისე ცოტა ირონიულად რა და პირველად ხედავთ რომ ყაჩაღსო ძეგლს უდგავენო და ხო იცი ცოტა არ მესიამონა და მეთქი რა ქვია და მეთქი მაშინ ეს მეთქი თქვენი როგორც რობინ ჰუდია მეთქი და რობინ ჰუდ ძეგლი არა აქვს მეთქი და დაფიქრდა და მე არ ვიცი ახლა არის რობინ ჰუდის ძეგლი ინგლისში თუ არ ვიცი მაგრამ ვთქვარი თქვენ ხო ამაყოთ რობინ ჰუდით მეთქი და კიო ამაყოთო იმიტომ რომ ის დიდას ართმევდა ღარიბს აძლევდა ასეთი რაღაცა თქო და ხო და ეს კაციც ეს იყო მეთქი და ცოტა მე იუმორში გადავედით მაგრამ აი ეს სიტყვა რომ ყაჩაღებსო პირველად ხედავთ რომ ძეგლს უდგავ რაღაცა გულში აი ჩამჩა და რატო მაგასაც მე მოგახსენებთ ახლა მოგეხსენებათ ლიტერატურას რო გვასწავლდნენ ჩვენ სკოლაში კლასგარეშე კითხვა იყო არსენა მარაბდელი ახლა თვითონ პროგრამაში არისო და ჩვენ მასწავლებლები გვაძლევდნენ რომ აი ზაფხულში რო წავიდეთ წაიკითხეთ და მე ასე თუ ისე გადავავლე თვალი მაშინ ახლა პატარა ვიყავი მე კლასელი და ისეთი შტაბეჭდილება დამშთა რომ აი ვიცით ახლა აცი დიდას აძლევს ღარიბს დიდას ართმევს ღარიბს აძლევს და აი ესეთი სამართლიანი კაცი მეგონა მაგრამ აი ესე რომ თითქოს ყაჩაღი იყოს ამ ჩემ ცნობიერებაში ეს დარჩენილი არის მაინც ახლა საბჭოთა პერიოდში ვიზრდებოდი და ეს როგორი ხა სამართლიანი გლეხებს იცავდა იმებს იცავდა და აი ესეთი იმით უყურებდი რა და მე რო ცოტა გავიზადე რაღაცა თქვენ ნუ მოგეხსენებათ ახლა მიხეილ ჯავახიშვილი ყოველთვის პოპულარული მწერალი იყო და მოდი პირდაპირ გეტყვით რა ძალიან ძლიერი მწერალია მიხეილ ჯავახიშვილი მაგრამ არსენა მარაბდელი რო დაწერა ფაქტობრივად აიძურეს კომუნისტებმა მოგეხსენებათ მიხეილ ჯავახიშვილს თავისი პრობლემები ჰქონდა 21-22 წელს ორჯონიკიძემ გადარჩა მე 35-ში და აი საბჭოთა წყობა და ის არ მოსწონდა და ნუ ცუდად ჰქონდა საქმე და რაღაცნაირად აი თითქოს ჩვენ საბჭოთა პერიოდში ეს მწერლები ახლა თითქოს ვალს იხდიდნენ საბჭოთა წყობილების წინ და ეს წიგნიც ეს არსენა მარაბდელი პირდაპირ ვიტყვი რომ აი იძულებით დაწერა ეხლა არ ვიცი რა შთაგონებით რა იმით მაგრამ აიძულეს თუ არ აიძულეს მიხეილ ჯავახიშვილმა ეს 3 წელიწადში დაწერა და 33 წელს როგორც მახსოვს და 31-ში დაამთავრა და მაგის გულისთვის გონი წითელი ორდენის მედალიც მისცეს და ყოველთვის ამბობდნენ რომ აი ეს არსენა მარაბდელი სტალინის სამაგიდო წიგნი იყო და ეჩმეპარება სამაგიდო ყოფილიყო მაგრამ რაღაცა არ არის სიმართლეს მოკლებული იმიტომ რომ ზოგჯერ ადარებდნენ სტალინის ბუნებასაც იმას იმიტომ რომ მოიცეს რევოლუციონერების სამართლიანობის გულისთვის და იმის გულისთვის აქტიურად ყველა თვითონ და სტალინი ყაჩაღი არის ხო ყაჩაღობდა 7 თუ 8 ბანკია გატეხილი და რა ვიცი რევოლუციონერები ნახევარზე მეტი სულ ყაჩაღები იყვნენ და აი თითქოს ამ ყაჩაღების რომანტიზირება უნდა და აქედან გამომდინარე მიხეილ ჯავახიშვილმაც ეს არ ვიცი ეს ჩემი პირადი აზრია არ ვიცი ახლა შეიძლება კრიტიკოსები სხვანაირად ლაპარაკობენ ფილოლოგები მაგრამ ჩემი აზრით მაინც რომ გაარომანტიზირა და ამ არსენა მარაბდელში ეს ყველაფერი წერია მიწერ 3 წიგნია დიდი და
არა ორი წიგნი როგორც მაქვს ხო ორი წიგნი და რა ვიცი ეს ყველა როგორ აღითქვავს ამას მოგეხსენებათ მეგობრებო ადამიანი წიგს სხვადასხვა დროს უკითხულობს სხვადასხვანაირად აღითქვავს და მეც ვარ ესე 18-19 წლის და კომუნისტურ წყობაში გაზრდილი და ასე და მარაბდელი ჩემში ხო აი მებრძოლი სამართლიანობის ადამიანი და მაშინ სხვა აზრი მქონდა, სხვანაირად ფიქრობდი და ეხლაც 3-4 წლის წინ გადავარდი თვალი და უკვე სხვანაირი აზრი ჩამომიყალიბდა და აი ამ განსხვავებას და ამ ფიქრების გაზიარება მინდა მე და იმიტომ კი როგორ დავიწყე ლაპარაკი რომ გმირი თქვათ რაღაცნაირად ერთი გმირი ასე გონია მე სხვანაირად გორია მაგრამ ჭეშმარიტება ერთია და ფაქტია რომ სხვადასხვა დრო, სხვადასხვა კუთხიდან ამ გმირებს და ჭეშმარიტებას სხვანაირად უყურებენ ადამიანები და აი არსენ აუძილაშვილიც აი გონი მაგ კატეგორიას ეკუთვნის. გონი კი არა მე მასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში. ისევ ჩემი პირადი აზრია. მოგეხსენებათ მე ხშირად ვიხსენებ ხოლმე საკანს და ჩემი საკანში საქართველოში ვცდომით რომ ერთ-ერთი ყოველთვის აი საკანი შეიძლება არ მეცნება მაგარი რაღაცაა რა მე რაც წიგნები წავიკითხე ფაქტიურად უმეტესობა არა მაგრამ აი ძალიან ძირითადი წიგნები რაც ციხის ბიბლიოთეკაში იყო ყველაფერი წაკითხული მქონდა და მე მყავდა გახსოვთ ერთი შავი გაგების ადამიანი იყო კანადაში და იმასაც უყვარდა კითხვა და მარჩევდით ხოლმე იქ წიგნებს და ერთხელაც მე მარჩევთ რა ამ არსენა მოძელაშვილს და მაშინა წარმოიშვა ეს კითხვა მეთქი რა მაგარი გმირია მეთქი რა და საუბრობდა ეს კანადაში მიყურებდა შენ ვინ გონია გმირიო რა მეკითხება და აი მეთქი არსენა როგორი გმირია მეთქი ახალი წაკითხული მქონდა და ცოტა ისევ შემომხედა და შენ დარწმუნებული ხარ რომ ეს გმირიაო არა მეთქი თქო ის საბჭოთა კავშირიდან გაზრდილი მეთქი ასეთი ხალხს უყვარდა პატრიოტიზმს უყვარდა და აი მაშინ წარმოიდგა სიტყვა ეს გმირი რა არის აი გმირი ერთ-ერთი ყველა როდესაც თუ ხალხი შეაფასებს და შეუყვარდება პიროვნება რომელიც რაღაცას აკეთებს ის გმირია მეთქი და ეს კანადაში მეუბნება დარწმუნებული ხარ რომ ხალხს მაგი უყვარდაო აბარა მეთქი და დარწმუნებული ხარ რომ იქნებ ეშინოდაო არა რატომ უნდა ეშინოდა თქვა გმირი იყო რატომ ახლა კაცი რომ დასაყაჩაღება წავა და იარაღს დაუძრობს და ხმარს დაუძრობს იმას არ შეაშინებსო კი არა კაცი საჭირო და სამაგეროდ ღარიბებს და მიქონდა ფულიო და მაგი აშუაშია მე შენ გეუბნები ის ვის შეაშინა იმას შეუყვარდებაო ისაო აი ესეთი კუთხით მიუდგა და თავიდან ცოტა ვერ გავიგე და ეხლა მე უკვე გავიზარდე და დღესაც უკვე მე მივხვდი ისი თქმა უნდა და მას ისი თქმა უნდა და ასე გავრცელებული ხმა ის არის ასეთი შიში შეიქმნის სიყვარულსა ხო იცით ასეთი არის ხოლმე რა სიყვარული და შიში ერთმანეთს აკავშირებენ და ამის თქმა უნდა და კანადაშა და არა მეთქი კაცო ეხლა შენ მეთქი აი ეხლა კანადაში დიდი ავტორიტეტიანი კაცი იყო და მეთქი ეხლა შენ ხო პატივსცემენ მეთქი და უყვარ ხართო და შემომხედა და დარწმუნებული ხარ რომ უყვარ ვართო აი მაშინ დავიწყე ფიქრი და ეხლა მე ხო იცით ხო და აი სიყვარული გმირობა აი რაღაცა ერთ საერთო იმაშია რა ეს ქვაბში ასე რომ თქვა ესე საინტერესო კი იქნებოდა აი ცოცხლად რომ მიხეილ ჯავახიშვილს შევხედროდი ხო დაწერა ესეთი რომანტიკული წიგნი ისტორიული წიგნი და თვითონ აი არსენ აუძილაშვილზე რა წარმოდგენა იქნებოდა მიხეილ ჯავახიშვილს გულწრფელი იქნებოდა ის რასაც და მასთან საუბარი იქნებოდა ძალიან საინტერესო და რატომ იცით თქვენ მოგეცემთ ეხლა მიხეილ ჯავახიშვილი იყო თვითონ სათვალეები და ისე მაგრამ ისეთი აი კაი გაგებითი და ისეთი შებერწყილი იყო მაგი ნიჭი ქონდა მაგას ხო ყველა წიგნში ყველა გმირები მოგონილი კი არა მაგას აქ იქიდან ამოყვანილი რა ქვია სიცოცხლიდან აყავს აი ჯაყო ეს თავად აი ყველაფერი აი ჩანჩურა მანჩურა აი მაგის ბიოგრაფიას რო წაიკითხავთ აი კვაჭატირაძე ყავს პროტოტიპი ყველას ყავს ცოცხალი ადამიანები ხა არიან წელები რომლებიც იგონებენ მაგრამ არიან წელები რომლებიც არ იგონებენ აი მიხეილ ჯავახიშვილი მაგ კატეგორიას ეკუთვნის და არის ეს თქმა უნდა რომ მიხეილ ჯავახიშვილის ისეთი ცხოვრება ქონდა გავლილი სულთა
ახლა კაი გაგებით ვიზახე, ცუდი გაგებით არ ვიზახე, სულთა ავანტიურისტი იყო. აი მისი ბიოგრაფიები ბოლომდე ვერ ხვდებიან, ვინ იყო ეს კაცი, როგორც საფრანგეთში წავიდა, განათლება მიიღო, 3 პასპორტი ჰქონდა. და კვაჭანტირაძე რო დაწერა, სადღაც თავისი ისიც აი თუ კვაჭანტირაძეში ხوارი რა ის აი ყველაფერი იცის, აფერისტობა, ეშმაკობა, ნუ კავი ერთ სიტყვით, კაი გაგებით მაგარი შეფერწყილი კაცი იყო და ეს რომანიც იმიტომ დაწერა, რომ უბრალოდ თავი გადაეჭინა. მე ასე ვფიქრობ, არ ვიცი, შეიძლება არ ვარ მართალი, მაგრამ ასეთი ანალიზის და ასეთი ჭკვიანი კაცის კალამი იმას გაშიფრავდა, ვინ იყო არსენა ოძელაშვილი, მაგრამ საქმეს ასე ჭირდებოდა, პარტიას ასე ჭირდებოდა, ყაჩაღი თუ ის უნდა ყოფილიყო იდეალური და მან ეს გაართვა, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვიყავით თაობა, რომელიც არსენა ოძელაშვილის იდეალური იდეალობა მიგვაჩნდა რეალობად. მიხეილ ჯავახიშვილმა კი დაწერა ეს გმირი გამოიყვანა, მაგრამ ცხოვრებაში არსენა ოძელაშვილი ნამდვილად არსებობდა და ლექსები იწერებოდა. ეხლა ავტორი ასეთი არავინ არ არის, მაგრამ ხალხური ლექსებს ვამბობდნენ, აი ესე სულ ქებადიდებაში იყო და ეხლა ხალხს ხშირად ვამბობ ჩვენ, რომ ხალხი რო გადაწყვიტავს, ის მართლა შეიყვარეს, მაგრამ ხალხი ბევრ რაღაცასაც ვერ წყვიტავს. აი მაგალითად ჩვენ ხშირად ვილაპარაკეთ, რომ დემოკრატია და ხალხი არ წყვიტავს. დემოკრატია კიდევ კაი ის არის თითქოს ფორმა, მაგრამ საბოლოო ჯამში დემოკრატიით სწორი გადაწყვეტილებები არ მიიღება, გარედან ჩანს, მაგრამ მაინც ჭკვიანი ადამიანები და ლიდერები ქმნიან გარემოს და კარგ სიტუაციას და კარგ ქვეყანას. მაგრამ ამასაც ვიტყვი, ხო, აი მაგალითად დემოკრატია ხო თითქოს ყველაზე სამართლიანია, ჩვენ ადრე ამაზეც ვილაპარაკეთ, მაგრამ დემოკრატიით ქვეყანას სრული იდეალური დემოკრატიით ჩვენ ქვეყანას ვერ მართავ. და რატო? ხა მოკრეთ ვიტყვი, რომ მე გავაგზავნე. იმაში ვთქვათ, ახლა სოფიაში არის 1000 კაცი, ჩვენ წინა ვიდეოში ვილაპარაკეთ, 700-800 არის ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც არ განათლება აქვს, არაფერი აქვს, არაფერი და 200 ადამიანს აქვს განათლება და თავის საქმის სპეციალისტები არიან. მაგრამ არჩევნების დროს ეს 700 და 800 სახელმწიფო გადაწყვეტილების დროს აჯობებს ამას. და ამიტომ ვერ გადაწყვიტავენ. აი თვითონ ამერიკაც მას ეწყვიტავს. გახსოვთ ამ ჰილარის რომ მოუგო, პირიქით ჰილარი მოუგო, მაგრამ ვიღაცებმა გადაწყვიტა ტრამპი უნდა გამხდარიყო. ეს თავიდან ამერიკა ხო ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა, მაგრამ ეს ფორმულა დღესაც მუშაობს. კი იძახიან დემოკრატიამ სინამდვილეში იქ სხვა მართლობა და სხვა ხელმძღვანელობა იმართება, ამისთვის დაკვლევა საჭირო და აი ამას ვიძახი რა, სრული დემოკრატია შეუძლებელია და ხალხს მე შეურაცხმოს კი არ ვაყენე, ხალხი ბევრ რაღაცას წვრიტავს, მაგრამ ხალხმა ბევრ რაღაცა არ იცის. ხალხი პროფესიონალი არ იქნება თავისი გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე და აქედან გამომდინარე, თუმცა წეღარო დავიწყოთ, გმირი ალბათ ის არის, ვისაც ხალხს უყვარს და ხალხის შეფასება სერიოზულია, მაგრამ ბოლომდე კარგი და სამართლიანი შეფასებაა, აი მან ბევრი კითხვები ისმის. სასურველი არსენა მარადელის თუ წავიკითხათ, მაინც სასურველი იმ ლექსსაც არსენა მარადელის ლექსი წავიკითხოთ, იქ უკვე კარგად აჩანს არსენას ბუნება, თუ ჩაუყიდები ეს არის მოკედი კაცი, სამართლიანის კაცი, მაგრამ ზოგჯერ ბრაზდება, ზოგჯერ რაღაცას უსამართლოდ ექცევა, მე ამას ვხვდები მე ლექს თუ წაიკითხავ, კარგად აჩვენებს ზოგჯერ ზედმეტობა მოსდის, თქვათ იქ ქონებას უართმევს ვიღაცას, ძალიან სისასტიკეს გამოიმჟღავნებს, მაგრამ მე შეეცოდება და იმპულს უკან უბრუნებს, არის ძალიან მოკეიდი ადამიანი, ხალხში ტრიალებს, ხალხში ეშინია თუ არ ეშინია, მაგრამ პატივს სცემენ. და ნუ ლექსად არის ეს ამწყობილი და ეს პოემა თუ ლექსი უკვე მიხეილ ჯავახიშვილმა დაიდო მაგიდაზე და ამაზე აწყო მთელი რომანი და რომანი საკმაოდ საინტერესოა არა მარტო არსენას ბუნებაზე ლაპარაკით, არამედ მე-19 საუკუნის დასაწყისია ეს პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში რა ხდება საქართველო გახდა რუსეთის იმპერიის ნაწილი, ბატონები და თავადები ძალიან ცუდად ექცევიან
გლეხებს და ყბებს აქტიურად ვისაც ქონება და ვიც ბატონია ის მართავს ქვეყანას და გლეხები და უბრალო ხალხი ძალიან ბევრ უსამართლობაში ტრიალებენ და ამ დროს უნდა გამოჩნდეს ადამიანი რომელიც ამ უსამართლობას და არასწორ სიტუაციას შეცვლის და გამოჩნდება ადამიანი არსენა უნჯელიაშვილი, ანუ არსენა მარავდელი, რომელიც ჩაუჯდება ამ მოძრაობას და იწყებს სამართლიანობისთვის ბრძოლას. სამართლიანობისთვის ბრძოლას, რომ დამყარდეს წესიერი და ნორმალური სიტუაცია. მე მოკლედ მოგიყვებით, რომ ხა ძალიან სიღრმეებში არ ჩავალ ამ წიგნის პროცესებში, მოგეხსენებათ არსენა ჩვეულებრივი ხმა იყო ზაალ ბარათაშვილების ამ ეს კოჯორი და ეს თიალეთის მიდამოებში იქ ხმა იყო, იყო ვაშკაცი, ღონიერი, მოჭიდავე, კუჭატნეთა რო ჭიდავს და ძალიან ნერვიულობს, მართალია არ უყვარს ეს თავისი არსენა, იმიტომ რომ არსენა ძალიან ამაყია და ის არის, მაგრამ იმ მომენტში, როცა ორბელიანები და ბარათაშვილები აჭიტავებდნენ თავიანთ ყბებს, ბარათაშვილი აგებდა და ერთი სული ჰქონდა, რომ არსენას აიდანღაც მოსულიყო, წემსავდა ეს არსენა ამ იმას ცხვარს და რაღაცნაირად უნდა მოსულიყო, რომ იმისთვის მოეგო და მოვა და მოიგებს რა, მოუგებს ჭიდაობაში, მაგრამ ბატონს მაინც არ მოსწონს ის ხმა, რომ ძალიან ცუდად იქცევ, იმიტომ რომ ძალიან ამაყი და ადამიანია ეს არსენა და აი მათ მიდის უკვე სოციალური პრობლემები, კლასობრივი წერალი აჩვენებს ამ კლასობრივ განსხვავებულებას და დროთა განმავლობაში მე არსენა დატოვებს ამ ბატონის მამულს და იბრძვის სამართლიანობისთვის და მე იქნება ჯარი. ჯარში იგულისხმება ეს გამოქცეული ყბები, რომლებსაც ბატონები და თავადები ჩაგრავდნენ და იწყება ბრძოლა სამართლიანობისთვის და ასე შემდეგ და ამასობაში ამ წიგნში კიდევ აღწერილია ის პოლიტიკური სიტუაცია რუსეთი-თურქეთის ომის პერიოდია, პაშკევიჩი და ძველი თბილისის და იმ დროინდელი პოლიტიკური სიტუაცია და ეს ძალიან შემეცნებითი წიგნია. მე აქ მომენტი ახლა ჯარი 50-60 კაცი ამას ჭამაკვება ხომ უნდა ამას უნდა ფული, საიდან უნდა მოიტანო ფული, საიდან უნდა მოიტანო საჭმელი და არსენა თავის პროფესიას ანუ ვიღაცებს ჩაგრავს, ბატონებს ჩაგრავს, ვაჭრებს ჩაგრავს, მაგრამ ეს ნაჩვენებია, როგორ გითხრათ, კი ჩანს, წიგნში ისე ძალიან ღიად არ ჩანს, მაგრამ ის იმიტომ აჩაღებდა, რომ საერთო საქმე კეთდება და მოგეხსენებათ ახლა სტალინი რო თქვი, რომ აჩაღებდა ის ბანკებს და იმებს რო ტეხავდა, სტალინიც იმიტომ ტეხავდა ბანკებს და ფული იმიტომ ჭირდებოდა, რომ რევოლუციას და ხალხს მოხმარებოდა, მაგრამ საქმეზე რომ მივიდა სტალინო დიდარი კაცი არ იყო, აბა ბანკებს რო გატეხავდა, ყველაფერს ფულს პარტიის სახელზე წაიღებდა, რა თქმა უნდა ჯიბეში ჩაედებდა და აი აქ არის უკვე არსენას და სტალინის შედარება. ეს დალასი ვერ გამოვედი ამ საცობებიდან აუბრეთ. გამატარეში. არ გითხოვს ახლა მაინც ეს ახერვალის. გამატარე ამ ხელა მაგრამ მაინც ზრება. არ ასვაკეთებ ჩვენ სიწყნარით უნდა აი მივხვდი ესე გადიო ეკი. ალბათ მაინც ეს სამხრეთელი ხალხი რო არის თან ათხოვიც ეხა ტეხასია არ ცოტა ხელების ქნება და ის დაიწყო იარაღს დაგიძრებე და პიტაპი მოგიშვერე შუბზე. წიგნში აღწერილია მოგეხსენებათ გეოპოლიტიკური სიტუაციები, რუსეთი ეომებოდა რა ქვია თურქეთს და ამ დროს გლეხები რომელიც უკმაყოფილოები იყვნენ თავის თავადების მიმართ ეს თავრობის ხალხი ეუბნება გლეხებს კაცო წერი შემოდის თურქები და რა დროს თქვენი გარჩევა და გამოჩევაო და აი არსენა ძალიან ბევრ იმას ეწინააღმდეგება, იმიტომ რომ გლეხებს ეუბნება რა დროს ომიაო თავრია თავადებს და იმენ დავსაჯოთო აი იცი რას მაგონებს მეგობრებო აი ხლაც მასია ხო აი ფაქტობრივად არ შეცვლილა დრო აი თუნდაც დღევანდელი საქართველოს ამბავი თქვათ გვინდა ვიღაცის საბატონობა ამ დროს რუსეთი სხვანაირად იქცევა მაგრამ ამ დროს იქიდან თქვათ ახლა ამჟამად ევროპა მოდის ვითომ კაი ცხოვრებით მაგრამ შენი ცხოვრების წესი შენი ტრადიციებს არ იღებ
მიმდებარება და ყოველთვის აი გაორმაგებული ფიქრები გვაქვს ახლა ნებისმიერ ვარიანტში და სამწუხაროდ რეალობა რომ საქართველოს ყოველთვის ასეთი არჩევანის წინ იყო ან მუსულმანი უნდა გადაგივლი და ან რუსიანის უნდა აგერჩი ან ეს აგერჩია და ყოველთვის შეცდომა უნდა მოხსნება და ამ გეოპოლიტიკურ ცვალებადობაში რა თქმა უნდა შიგნითა პრობლემებიც იყო. ეხლა ამას მე ეხლა ასე ზოგადად მარტივად მაგრამ კარგად უნდა ჩაჯდომა და შეიძლება კარგად ვერ გადმოვეცე ხა მე ისეთ თქმაც მინდოდა მაგრამ აი ეს ფაქტიურად რომ დღევანდელ საქართველოში უკვე რომ მოსახლეობამ არ იცის რომელია მართალი რომელი ჭეშმარიტება და რა რას მოხდება და რა პროცესები მიდის და დღემდეც რომ მიდის ვინ არის მართალი და რომელი გაიგებ რა არის მართალი და რა არის სიხარბე აი ესეთი სიტუაცია ჩანს იმ არაბელის ამ წიგნში რომელიც მიხაილ ჯავახიშვილმა შემოგთავაზა ესეთი არეული სიტუაცია ჩვენ ყოველთვის გქონდა აი ყველაზე ახლო ისტორია 17-18 წელს 19 წელს უკვე რუსები რომ ქემალთან თურქეთის აქ ქემალთან მოაწერა ბევრი ტერიტორია დათმო იმის გულით რომ ლენინმა ხელი უნდა შეწყდა ქემალისტის ქემალმა რაღაცა მოთმო და სტალინი იყო ამ პროცესებში მონაწილეობა ეს ტაო-კლარჯეთი და აი ესენი მაგათ გადაეცა ეხლა ბათუმელებმა უფრო იციან ჭოროხი მათ შეეშალა და ეს ტერიტორიების გადაცემა გადმოცემა რაღაცა ინტერესების გულისთვის თუ და ეხლა საბჭოთა ისტორია ვინც იცის ბრესტმა ლენინმა ოღონდ თანამდებობა შეენარჩუნებინა და ბრესტი დაუთმო პოლონეთს და ემეს ვისა რევოლუცია ყველა მომენტით ვერანაირად ვერ მოიგოთ წითლებს და გლეხებს რევოლუცია მან ლენინმა ფული ჩამოიტანა გერმანიიდან და გერმანია რომ გადარჩენილი იყო და იქ რა ინტერესები იყო რატომ მოხდა როგორ მოხდა ეხლა ასე წვრილმანაში მიარჩავა მაგრამ ისეთი გაურკვეველი და გამოურკვეველი სიტუაცია რომ მან ცოტა გარკვევა ძნელია თუმცა კარგად თუ ჩაუჯექი და კარგად აწუნდაწუნე ყველაფერს მივხვდები. აი რაღაცა ხა შევადერი ამ პოლიტიკურ სიტუაციებს ეს წიგნიც. ეხლა არსენად დაიბნა, რა უნდა გაეკეთებინა? კლასობრივი იმისთვის უნდა ებრძოლათო სამშობლოდ და ახალციხე თურქეთს უნდა გადასცემოდა და ეხლა აი წიგნში ეს კარგად აჩანს. აი ძალიან ყურადღებით უნდა კითხვა. და ზოგადად ძალიან ისეთი მე იმდენად არსენაკი ასე ვთქვათ რომ ყაჩაღი იყო, მაგრამ კეთილი ყაჩაღი იყო, მაგრამ კეთილი ყაჩაღი გამურიცხულია და ამ დროს უკვე ერთობა ჩემი ფსიქოლოგია რა არის კარგი, რა არის კარგი და არაფერი. ჩვენ ვიცით რელიგიურად რომ ადამიანი ცოდვადაცემული არსებაა და ყოველთვის რაღაცა მინუსებს და შეცდომებს უშვებს და გამომდინარე პოლიტიკოსია თუ საზოგადო მოღვაწეა, მწერალია თუ ისე ყოველთვის ამას უნდა უსმენდეს ხას ადამიანები ცოდვადაცემულები ვარ და იმ ნებებს და იმ ცნობებს არ უნდა აუყვეთ, მაგრამ სამწუხაროდ ისტორიაში ამ ცნობებზე აპოლა და ჭეშმარიტი ფიქრი რომ ცოტა დაწნადი, დაფიქდი და უიჩქარებდა მოაყვები, სამწუხაროდ ასეთი რაღაცები არ ხდება პირიქით. ყვებით რაღაცეები და მიდი და საბოლოო ჯამში ვერ გეუბნებ რა ხდება და რა პროცესები მიდის. და კიდევ გავიხსენე ახლა თქვენ თუ გაქვთ გადაკითხული მე ჩემ ახალგაზრდა ლენინს, მარკს, ენგელს ამ კომუნისტური მეებს უკითხულობდი ძალიან მაინტერესებდა და მანდ ისეთი მზიარი რომ ტელეფონი გამითიშა სიცხესგან გამითიშა და ლაპარაკი ჩემისლა. ხოდა რას ვამბობდი ესე იგი ეს წიგნი როგორ ეცემ საერთოდ ლენინი რას ამბობდა რომ ეხლა სპარტაკი იყო ბევრი გამოსვლები იყო, რევოლუციები იყო, ის იყო, მაგრამ ადამიანებს არ ყოფნიდათ განათლება და ცოდნა, კი ემოციები იყო, ეს იყო და აი ეს წიგნი მაგითკენ მიდის რა, არსენ ოჯელაშვილი კი იბრძოდა სამართლიანობისთვის, იყო მართალი, მაგრამ არ ყოფნიდა განათლება, რომ ეს ორგანიზება გაეკეთებინა, ეს ხალხი წაეყვანა და სწორი მიმართულება აერჩია. აი მაგაზეც არის ეს წიგნი და მაშინ ეხლა ფაქტობრივად მიხეილ ჯავახიშვილიც მაგას ამბობდა და ეხლა თუ სტალინზე ამბობდა ეს სამაკითხო წიგნი იყო, საკაც მართალიც არის, იმიტომ რომ ის პროცესები, ეს პოლიტიკური ორგანიზაციული თემები იქაც არის. ეხლა შენ არსენაში არის, მაგ იქ ჯარია, იქ ისინი ლაპარაკობენ სხვადასხვა პოლიტიკური, გეოპოლიტიკური მიმდინარეობებზეა საუბარი და ერთობ ძალიან საკმაოდ შემეცნებითი და საინტერესო წიგნია. აი
ეხლა ჩვენთან ეხლა რაც ხდება ეხლა საქართველოში იგივე არ არის ეხლა აი მაგრამ რუსთავეზე რომ დადიან უნდა მოგება მაგრამ არც ტაქტიკა, არც პოლიტიკა, არც მიმართულება, არც მენეჯმენტი არაფერი არაა და უნდა მოგება და შენ ეხლა ოცნება ჩამოაგდებ და არც სტრატეგია გაქვს, არც ისა და წიგნებიც არ გაქვს წაკითხული და ის უბრალოდ რევოლუციები და გადატრიალების ისტორიები მაინც უნდა იცოდე და ეხლა მარტო მე მინდა და რუსეთს მოუგებ და ამას მოუგებ აი ეხლა დღევანდელ დღეზე ვამბობ, მაგრამ მომენტებში აი დღევანდელი სიტუაცია რაც ეხლა ჩვენთან ხდება საქართველოში იგივე ხდება იქაც. აი იქაც არის საუბრები არსენა თავის წინაპრებს ელაპე ღვთისმოყვარს მაგას მამა მე წინაპრები რომლებიც ერეკლეს დროს ვერ ძეიდნენ და მე მანდ მიდი საუბრები რომ მოდი ცოტა სხვა გზა აირჩიე ცოტა უფრო წყნარად მიხედე მაგრამ არა ეჩქარება და არსენა ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებს შეცდომებს როგორც ეხლა ჩვენ დღევანდელ დღეს დღევანდელი ახალგაზრდობა და კი ახალგაზრდობა კარგი ყავს ყველაფერმა მარტო ახალგაზრდობა არ ხმარ მაგას უნდა სიბრძნე ჭკვიანობა და ანალიტიკური უნარი და აი ამ წიგნში კარგად აჩანს და საერთაშორის ვამბობდი სამაგიდო წიგნი ეხლა თუ ვისაც უნდა პოლიტიკოსობა წარმატების მიღწევა უნდა თქვა პოლიტიკურ ცხოვრებაში ეს წიგნი ცუდი წიგნი ნამდვილად არ არის და განსაკუთრებით ეს ქართული ხასიათი ქართული ბუნება ეხლა მიხეილ ჯავახიშვილის მაგი არ შეეშლებოდა და კარგად აქ აღწერილი და საკმაოდ ისეთი შემეცნებითი და სასწავლო წიგნია რა საბოლოო ჯამში კითხვა არსენა გმირი იყო თუ არ არის გმირი ამ კითხვას მე ღია დავტოვებ და თქვენ დაგიტოვებთ ამის ალაპარაკოთ არ ვიცი ეხლა მე რომ მკითხო მეც პასუხს ვერ გაგცემთ იმიტომ ძალიან ბევრი კითხვები და მე პასუხს კი გაგცემთ იცი რატო ჩემთვის ახლა ჩემთვის თავარია უფლის ისა და ეხლა ადამიანი რო ყავს და აღაჩაღ მე რომ დიდარია და მე რომ ის რაღაცა მაიმუნია და იმას რომ არც მე იმას ბავშვები ყავს იმას ვიღაცა ყავს ვიღაცისთვის ხო ცუს აკეთე და ეს უკვე ღმერთის გზას გვერდს უხევს და ამიტომ ჩემთვის ის არსენა არ არის გმირი ჩემთვის ყოველთვის მე ვიცახი რომ ყველაფერს აქვს თავისი დრო რომელიც ბევრ მებრძოლ ისეთ ადამიანებს არ მოსწონს ეს მე რო ვიცახი ყველაფერს აქვს თავისი დრო და მე კი არ ვიცახი ღმერთი იცახის რომ ყველაფერს აქვს თავისი დრო თავის დროზე უნდა მომწიფდეს და გაკეთდეს სამწუხაროდ არა მარტო ჩვენ ამ ისტორიაში ახალგაზრდობა ჩქარობს ახალგაზრდობა დარბის და აი ეს ახალგაზრდობის ეს სიჩქარის და დაუფიქრების და გაანალიზების გარეშე მოქმედება აი არსენას ახასიათებს და საერთო ჯამში ყველამ უნდა წაიკითხოს ეს წიგნი ვისაც უნდა რომ ვითვლეთეს ქართული და ვიც უნდა ახლა ჩვენ ქართველები ვართ და ჩვენ ვიცახით რომ ჩვენ ვიცით ქართული ბუნება მაგრამ მე ასე მიმაჩნია რომ ეს წიგნი თუ არ წაიკითხა თუ არ გაანალიზე და საერთოდ მიხეილ ჯავახიშვილი ძალიან მაგარი რომანისტია და სათქმეს კარგად ამბობს და ლიტერატურა ვიცი დავიწყე ფიქრის საშუალებას გაძლევს მერე მოქმედების საშუალებას ანალიზება იხაურებია არა ანალიზის იმას გაძლევს ამას გაძლევს და ამერია წავიდეთ და ნუ ერთ სიტყვით აი ესეთი ლიტერატურული გარჩევა გავაკეთეთ და მე ერთადერთი მინდა გითხრათ რომ წაიკითხეთ მე უკვე ეხლა წავიკითხე გადავავლე თვალი ამ იმისთვის და რომ ვიცოდეთ რა ხდება, რომ ვიცოდეთ რა არის სიხალბე, რა სიმართლე ამ წიგნშიც კარგად ჩანს. რა არა მნიშვნელობა ადრინდელი რა არაფერი დრო, რამე 100 წლის წინან დაწერილი წიგნია, მაგრამ დღესაც იკითხება და აქტუალურ თემებზე მიდის განხილვა. მე მაგალითად დროში განსხვავებას ვერ ნახულობ. ერთადერთი დრო შეიძლება თქვა ანდრე ცხენები დადიოდნენ, ეხლა მანქანები დავდივართ, მაგრამ ის ადამიანის ფიქრები და ის პოლიტიკური და ის პროცესები კარგად არის აღწერილი. საბოლოო ჯამში ასე თუ ისე მაინც საქართველოს სახე არსენა ორჯონაშვილი და სიმბოლურად მაინც თავისუფლების და მებრძოლი ადამიანის სული და ბევრი ადამიანი მას საქართველოს ბედსაც ადარებს. კარგით მეგობრებო, დაგემშვიდობებით ახლა მე ჩვენ ვილაპარაკეთ ასე თქვა ქართველ ლეგენდაზე, ქართველ არ მინდა ეს სიტყვა თქვა, მაგრამ აჩაღი რომელიც ეროვნული გმირი გახდა, ან ეროვნული გმირი რომელიც აჩაღობდა და ისე დაემთხვა რომ ჩვენ ახლა მივიდივართ საერთოდ და ნიუ-მექსიკოში არის მუზეუმი
ისეთ გიჟი, ყაჩაღი, გიჟი გადარეული 20 კაცი მას მოკლებული და აგერ მას მუზეუმებს უხსნიან. როგორც ვიცი 5 თუ 6 მუზეუმია და ერთ-ერთ მუზეუმში ჩვენ მივართ და აქაურ ყაჩაღებზე აღარ ვილაპარაკეთ. არა, მოდიცი, მე ჯერ მივიდეთ და მე რექტორ შედო აი წესი და რიგით უნდა მოვასწრო. ეხლა დღეს არ ამოსული და ხვალ შუა დღეს თუ ვიქნები იქ. ნუ ერთ წუთით იმედია საინტერესო ვიდეოებში შევხვდებით და თავარია ჩვენ ამ გადარეულ სამყაროში ამ სიხალბიძე და მიწაზე რომ არ დავიკარგოთ და არ დავიბნეთ და ვიხოთ და შეუნარჩუნოთ ჩვენი ღირსება ერთ-ერთი ყველაზე კაი გამოსავალია კითხვა და თავისთავად სიწყნარე, სიმშვიდე, ერთმანეთზე ზრუნვა და ართაზარება. კარგით აბა, მომავალ შეხვედრამდე შევხვდებით მუზეუმში, ამერიკელი ყაჩაღების მუზეუმში. კარგად.